პორტირება ტექნოლოგიების სამყაროში სასარგებლოა, მაგრამ რამდენად სასარგებლო აღმოჩნდება ყოფილი მთავრობის პორტირება უკრაინისთვის, ეს მომავლის საქმეა. მანამდე შეგვიძლია წარსული და აწმყო შევაჯამოთ. წარსულში ამ ქართველ ჩინოსნებს ამორჩეველმა 2012 წელს უნდობლობა გამოუცხადა. აწმყოში კი მათ უკრაინის პრეზიდენტი პოროშენკო უცხადებს ნდობას. უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე წარდგენილ ალექსანდრე კვიტაშვილს პოროშენკომ უკრაინის მოქალაქეობა უკვე მიანიჭა. ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი და სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი ამ გადაწყვეტილებით ავტომატურად კარგავს საქართველოს მოქალაქეობას. საქართველოს მოქალაქეობას დაკარგავს ალბათ ეკა ზღულაძეც, თუკი მას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეობას ჩააბარებენ. თამარ ჩიხლაძე მუშაობს ამ თემაზე. თამარ, რით მოხიბლეს ქართველმა ჩინოსნებმა უკრაინული ელიტა და თავად უკრაინელები როგორ იღებენ პოროშენკოს ამ საკადრო პოლიტიკას? საღამომშვიდობის მინისტრთა კაბინეტის დამტკიცება რადაში ნამდვილად არ ყოფილა მარტივი პროცესი. მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა კონსულტაციები, რამდენჯერმე გამოცხადა შესვენება, ამ წუთებშიც რადაში შესვენებაა. თუმცა ცოტა ხნის წინ იყო ფრაქციის თავმჯდომარეთა გამოსვლები. თავარი სადავო საკითხი გახდათ თემა, შესაძლოა თუ არა მინისტრთა კაბინეტში პოსტი დაიკავოს ადამიანმა, რომელიც არ არის ეთნიკურად უკრაინელი. ასეთი კი სამი იქნება სავარაუდოდ უკრაინის მინისტრთა კაბინეტში და სამივეს ძალიან მნიშვნელოვანი სავარძელი, ძალიან მნიშვნელოვანი პორტფელი ჩააბარებენ ალექსანდრე კვიტაშვილი, ქართველი ჯანდაცვის მინისტრის პოზიციაზე, ლიტველი აბრამოვიჩუსი, რომელიც სავარაუდოდ ეკონომიკის მინისტრი გახდება და ამერიკის მოქალაქე ნატალია იარესკო, რომელიც სავარაუდოდ ფინანსთა მინისტრის პოსტს დაიკავებს. ოპოზიციის ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ 300 წევრიან რადაში და მრავალმილიონიან უკრაინაში შესაძლებელი იყო ადგილობრივი კადრების მოძებნაც და ეს არასრულფასოვნების კომპლექსია, თუმცა ძალიან ერთსულოვანი იყო უმრავლესობა. ისინი აცხადებენ, რომ როდესაც ქვეყანაში არის ომი და ის არის ეკონომიკური კრიზისის ზღვარზე, წარმოუდგენელია ქვეყანამ ფუნქციონირება მინისტრთა კაბინეტის გარეშე გააგრძელოს და არსენი იაცენიუკმა პრემიერ-მინისტრმა დღეს პირობაც დადო, რომ დღის ბოლომდე უკრაინას აუცილებლად ეყოლება ახალი მთავრობა. ოპოზიცია повинна грати роль контролю. ქვეყანაში უნდა იყოს ოპოზიცია, რომელმაც უნდა აკონტროლოს ხელისუფლება. ხარს არ დაუჭერთ წარდგენილ კანდიდატურებს. ეს ჩვენი პოზიციაა, რადგან არ გვესმის 40 მილიონიან უკრაინაში როგორ არ მოიძებნა 10 ადამიანი, რომელიც იქნება უკრაინის მოქალაქე, ან სულ მცირე ეთნიკურად უკრაინელი. ჩვენი ბლოკი კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს. Стосовно заяви опозиції про етнічних რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებას ეთნიკურ უკრაინელებზე, რა უნდა გააკეთონ ეთნიკურმა რუსებმა, სომხებმა, თათრებმა და ქართველებმა. ჩვენ ერთად ვაშენებდით დამოუკიდებელ სახელმწიფოს უკრაინას. რას ვთავაზობთ მათ? ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროფესიონალი პატრიოტების პოზიცია. ისინი აცნობიერებენ პასუხისგებლობას, რაც ეკისრებათ, იმისთვის, რომ ქვეყანამ განაგრძოს განვითარება და წინსვლა. Я з радістю почув оголошення про те, що სიხარულით შევხვდი პრეზიდენტის განცხადებას იმის შესახებ, რომ მან მოქალაქეობა მიანიჭა 3 კანდიდატს. მინდა ვთქვა, რომ ჩვენს ბატალიონებში უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძვის რუსეთის, საქართველოსა და სხვა ქვეყნების ასობით მოქალაქე. მე მინდა მივმართო პრეზიდენტს და ვთხოვო, რომ მისცეს მოქალაქეობა იმ ხალხს, რომლებიც იარაღით ხელში იბრძვიან ჩვენი ქვეყნისთვის. їм треба так само. ვიდრე ქართულ მაღალ ჩინოსნებს უკრაინის რადა დაამტკიცებს, ქრონიკის მაყურებელს მოკლედ შევახსენებ მათ გამოცდილებას ქართულ პოლიტიკაში. ალექსანდრე კვიტაშვილი 2008 წელს ჯანდაცვის მინისტრად დაინიშნა, მან დავით ტყეშელაშვილი შეცვალა ამ პოსტზე. მისი დაახლოებით 3 წლიანი მინისტრობის ყველაზე ხმაურიანი თემა იყო 100 საავადმყოფოს პროექტი და ამ პროექტის ბოლომდე ვერ მიყვანის გამო მან რამდენჯერმე საყვედურიც მიიღო პრემიერ ნიკა გილაურისგან. ამის შემდეგ კვიტაშვილი სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ხდება. ამ პერიოდს თან ახლავს სტუდენტთა საპროტესტო გამოსვლები მისი გადადგომის მოთხოვნით. თანამდებობის დატოვების შემდეგ პოლიტიკაში კვიტაშვილი კიდევ ერთხელ 2013 წელს საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოჩნდა. ის ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატის დავით ბაქრაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყო. რაც შეეხება ეკა ზღულაძეს. ეკა ზღულაძე სავარაუდოდ შინაგან საქმეთა მინისტრის, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის არსენ ავაკოვის მოადგილე გახდება. 2006 წლიდან კი ის ივანე მერაბიშვილის, ვანო მერაბიშვილის 2006 წლიდან ვანო მერაბიშვილის პირველი მოადგილე იყო შინაგან საქმეთა მინისტრის. ზღულაძე თავი მედიას ძირითადად რუსეთ-საქართველოს ომის დროს გაკეთებული განცხადებებით დაამახსოვრდა, გახსოვთ ალბათ მისი ცნობილი გამოთქმა ორჭოსანზე, ეს მცირე დასახლება მოხდა მსოფლიოს ლიდერთა ლექსიკონში. ამის შემდეგ ზღულაძე 2012 წლის ოქტომბერში შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობასაც ასრულებდა, მაშინ ცნობილი მოვლენების შედეგად თანამდებობა ბაჩუახალაიამ დატოვა. მაყურებელს კიდევ ერთხელ ვეტყვი, რომ უკრაინაში ჯერჯერობით არის დაახლოებით 7-15 წუთი, მათ ჯერ კიდევ აქვთ დრო მთავრობის დამტკიცებისთვის და დღის ბოლოს უკვე ზუსტად გვეცოდინება, როგორც ჩვენ თქვით, შედგა თუ არა ქართულ-უკრაინული პორტირება პოლიტიკაში.